რადიო ჩვენებური. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ. ბიზნეს გადაცემა, მომავალი თაობის ბიზნესი. ორშაბათს და ხუთშაბათს, 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში. ორშაბათს და ხუთშაბათს, 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენებურზე. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, უსმენთ ჩვენებურს, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ყველას მინდა სასიამოვნო დღე გისურვოთ, რა თქმა უნდა, გავუფრთხილდით ერთმანეთს, დაიცავეთ დისტანცია, გამოიყენეთ პირბადე და ჩვენ ბევრს გაუკვირდა ალბათ, რატომ ვართ ახლა პირდაპირ ეთერში, ვინაიდან ეს გადაცემა ითვლებოდა რომ დავასრულეთ, თუმცა მსმენელების თხოვნით და ასევე ჩვენი სპონსორის დიდი სურვილით აღნიშნული გადაცემის სერიები გაგრძელდა და ამ წლის ბოლომდე ჩვენ კვლავ ვეცდებით გაგაცნოთ ქართული ბიზნესი სხვადასხვა სფერო და გავეცნოთ თუ როგორ მდგომარეობაშია ის პანდემიის ფონზე და საერთოდ მცირე ექსკურსი ჩავატაროთ ამა თუ იმ კომპანიაში თუ გაერთიანებებში. დღეს ჩვენი სტუმარი ამ გადაცემაში გახლავთ კომპანია ქართული თემა არის ასეთი კომპანია, რომელიც აწარმოებს თქვენთვის უფრო ნაცნობ ბრენდს, ვიდრე კომპანიის სახელწოდება, ალბათ ბრენდს უკეთ იცნობთ, ეს არის ბრენდი პირამიდა. რას გულისხმობს ეს ბრენდი? ეს არის საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სათამაშოების წარმოება, რეალიზება და აქ საუბარი არის როგორც ცალკე გოგონების ხაზზე, ასევე ბიჭების. მოკლედ ამ პროდუქციაზე ჩვენ ვისაუბრებთ მოგვიანებით, მე კი მინდა გაგაცნოთ მისი დამფუძნებელი და დირექტორი მანუჩარ ლოვჟანიძე, რომელიც ჩვენთან სტუმრად არის სტუდიაში. მოგესალმებით მანუჩარ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან. მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ, რომ აი ესეთ დაძაბულ დროს შეძელით ჩვენთან მობრძანება და ჩვენ ახლა ასე ვთქვათ სრული დისტანციის დაცვით ერთმანეთთან გვექნება ურთიერთობა და გავეცნობით თქვენს კომპანიას და ბრენდს პირამიდა. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროდუქტია, იმიტომ რომ პირველ რიგში არის ქართული წარმოება, ქართული ბრენდი, მეორე რიგში ეს არის ძალიან საინტერესო შემეცნებითი პროდუქტი და მესამე რაც ძალიან მომეწონა, ეს ის სიახლეა, რომელიც თქვენ დღეს მე გამოცანით, ესე ვთქვათ, მართლწერის და წარმოთქმის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ. ანუ განათლებასაც შევეხეთ რაღაც კუთხით. მოდი დავიწყოთ თავიდან, მანუჩარ, ეს არის 2017 წელი, როცა თქვენ გადაწყვიტეთ თქვენს პარტნიორთან ერთად დააფუძნოთ აღნიშნული კომპანია. რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე? საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ გაჯერებულია ბაზარი, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი, სხვადასხვა გასართობი პროდუქციით და თქვენ დააპირეთ რომ ქართული, ასე ვთქვათ, სულისკვეთება შეგეტანათ ამ ბაზარზე. რა იყო მთავარი მოტივი თქვენი ბიზნესის წარმოების დაწყებისა? ზუსტად აი სწორად აღნიშნეთ, ამ ყველაფერმა მოგცა мотиваცია და მიზანი იმისი, რომ შეგვექნა ქართული პროდუქტი, რომელიც იქნებოდა ბავშვებისთვის გასართობი და დაახლოებით 2017 წელს მოკლედ დაარსდა ეს ჩვენი კომპანია. ბრენდს დავარქვით პირამიდა. დაახლოებით რამოდენიმე რაღაც პერიოდში ძალიან მალე პოვა განვითარება ჩვენმა პროდუქციამ. ეხლა ხას ვიყავ ერთ ტელევიზიაში და იგივე ისტორიები და მოვყვეთ თქვენთანაც. დაახლოებით მიკროფონთან ახლოს თუ შეიძლება 5 კვადრატში დავიწყეთ ჩვენ წარმოება, ჩვენი პროდუქციის და ძალიან მალე განვითარდა. ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა პროდუქციაზე. ჩვენს თვითონაც არ ველოდით სიმართლე გითხრათ. ამ ხელა მოთხოვნა თუ იქნებოდა ჩვენს პროდუქტზე და გადავწყვიტეთ რომ პირდაპირ ქარხნებთან დაგვეწყო ურთიერთობა. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობდით პროდუქციას და ადგილობრივ ბაზარმა არ მოგცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ განვითარებულიყავით, იმიტომ რომ ამოწურა თავისი რესურსი, ის სათამაშოები, რაც გულისხმობთ ადგილობრივ ბაზარზე წარმოებულ სათამაშოებს. წარმოებული არა, ჩამოტანილი სათამაშოები, საქართველოში სათამაშოები არის წარმოება სამწუხაროდ, ანუ არის ხელნაკეთი სათამაშოები, მაგაზეც ვისაუბრებ.
და გავედით ქარხნებზე, მოკლედ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ქარხნებთან მოლაპარაკება და დავიწყეთ სათამაშოების ჩამოტანა. მალევე დავიწყეთ მე უკვე განვითარდა ისე რომ პირამიდას ზობაში გავზარდეთ და გამოუშვით პირამიდა გოლიათი. ამასთან ერთად პირამიდას დაემატა შემეცნებითი ხასიათიც და ზალიკო სულაკაურმა, რომელსაც შემოგთავაზა პირამიდა გოლიათისთვის დაგვიხატა საქართველოს რუკა. იდეა იყო ჩემი პარტნიორის რუკის შექმნა და დიზაინი შეგვიდგინა ზალიკომ. შემდგომში დაემატა ის ანუ ბოდიშვიხტი ეს არის ერთგვარი პაზლი, ხო, რომელიც უნდა ააწყოს. პაზლია, დიახ, პაზლია. და საერთო ჯამში მივიღებთ საქართველოს რუკას. საქართველოს რუკას. ანუ ბავშვი სწავლობს იმას თუ როგორ გამოიყურება საქართველოს რუკა, ერთიანი და მთლიანი საქართველოსი და ამავდროულად მე თავად რო შევეხე ამ პროდუქტს ვნახე რომ იქ რაღაც კუთხური ელემენტები არის გამოკვეთილი ზალიკოს ნახატში და ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება. კი. დაემატა ასევე საქართველოს მეფეების წებოვანი ქაღალდები, ეგრეთ წოდებული სტიკერები და ეხლახანს დაემატა კიდევ ახალი შემეცნებითი თემა, ეს არის წეგან როგორც აღნიშნეთ, ქართული სიტყვების სწორი და არასწორი განმარტება. ჩვენი სტრატეგია თავიდან, როდესაც შეიქმნა პირამიდა, აქცენტი ჰქონდა ბავშვებზე, ბავშვებისთვის ყოფილიყო საინტერესო პროდუქტი. თუმცა მალევე გადავწყვიტეთ, რომ მშობლებისთვისაც საინტერესო ყოფილიყო და ესე ვთქვათ, მშობლების გული მოგვეგო. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან დიდი კონკურენცია, ფაქტურად მაღაზიაში, მარკეტებში, როდესაც შედიან მშობლები, ძალიან დიდი ასორტიმენტი ამ სეგმენტში, ძალიან დიდი შემოთავაზება და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გამორჩეული ყოფილიყავით და რაღაცა გამორჩეული თემატიკა შეგვეთავაზა ჩვენი მომხმარებლისთვის. და სხვათა შორის ამის შემდეგ ძალიან დიდი აქტიურობა წამოვიდა მშობლებიდანაც, ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. მოგეხსენებათ, ეხლა ბავშვებს ნაკლებად აინტერესებს, ეხლა 3 და 4 და 5 წლის ბავშვს ძირითადად აინტერესებს პირამიდაში არსებული სათამაშოები. მათთვის ეს საქართველოს რუკა და ქართული მეფეები და ეს სწორი და არასწორი ანუ შემეცნებითი კუთხე ნაკლებად საინტერესოა. თუმცა ყველაზე დიდ როლს თამაშობს მშობელი. მშობელი უნდა იყოს ჩართული, მშობელმა უნდა ესაუბროს ამ თემებზე ბავშვს, იგივე საქართველოს ისტორიაზე, ქართულ მეფეებზე, ქართულ კუთხეებზე და სიტყვებზეც. ხოლო რაც შეეხება სათამაშოებს, ჩვენ ვაპირებთ ნოემბრის ბოლოს ახალი პროდუქციის გამოშვებას. იქნება სულ სხვა დასახელების, უფრო დიდი ზომის სათამაშო. ბიზნეს ინტერესებიდან გავდიარეთ ჯერჯერობით. საიდუმლოდ დავტოვეთ სათამაშოს დასახელებას. თუმცა განსხვავებული პირამიდისგან კიდევ იმით იქნება, რომ ამ სათამაშოში იდება ხელნაკეთი სათამაშოები, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იქნება მოპოვებული. დაახლოებით 90% იქნება ჩამოტანილი სათამაშოები. ჩვენ მაქსიმალურად კიდევ ვცდილობთ ჩავდოთ ადგილობრივი ნაწარმი, თუმცა ამის შესაძლებლობას ამ ეტაპზე ქართული ბაზარი არ გვაძლევს. ბატონ მაუჩარ, მოდი დაუბრუნდეთ დაარსების პერიოდს, თქვენ აღნიშნეთ რომ 5 კვადრატში დავიწყეთ ეს ვთქვათ ეს ბიზნესი. როგორი გამოწვევა ჰქონდა, აი ყველაზე რთული ბარიერი, რაც თქვენ ბიზნესს დახვდა პირველივე წელს დაუშვათ წარმოების დაწყებიდან. რა იყო ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის, როგორც დამფუძნებლისთვის და იყო თუ არა იმის ალბათობა, რომ თქვენ ვერ განგევითარებინათ ეს ბიზნესი და აი რაღაც მომენტში თავის დანებებამდე თუ მისულ ხართ ბიზნესის კუთხით. მე ახლა ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ბევრი სტარტაპერი გვისმენს ბევრი იდეის ავტორი, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ ახორციელებს ამ ბიზნესის წარმოებას და თქვენც აი იდეიდან მოხვედით საქმემდე. აი პირველი გამოწვევები რა ხდება ხოლმე, რა გვხდება ხოლმე ბიზნესის დაწყებისას და თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? მოგახსენებთ, თავიდან როდესაც დავიწყეთ ჩვენ საქმიანობა, საერთოდ არც გვიფიქრია ერთი დღეც, ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ რაღაცა უკან წავიდოდით, ან რაღაცა კრახი დავთავდებოდა. მოვდექით საკითხს და მხოლოდ ვფიქრობდით განვითარებაზე. რაც შეეხება გამოწვევებს, თავიდან ეს პროდუქტი რომ შეიქმნა და მოგეხსენებათ,
გაყიდვების საკვანძო ინსტრუმენტი ჩვენი სამეთყველო აპარატია, რომ მივდიოდით ჩვენს კლიენტებთან და ვსთავაზობდით ჩვენს პროდუქციას. ვინ იყო თქვენი კლიენტი? მარკეტები. სუპერმარკეტებში. დიახ, ჩვენი ძირითადი სეგმენტი არის მარკეტები, ჩვენ პროდუქცია იყიდება მარკეტებში, თუმცა ავერსის აფთიაქშიც შევედით, ეხლა დავიწყეთ ავერსთან და თანამშრომლობა და ჩვენი მომხმარებელი ავერსშიც შეიძენს ჩვენს პროდუქციას. და არავის არ ჯეროდა, იცით, აი რომ ვთავაზობდით ჩვენს კლიენტებს და მოლაპარაკება იყო, ნუ ბევრმა ხათრით აიღო, რომ აი რადგან ქართულია, ხათრით დავიწყეთ თანამშრომლობას, თუმცა არ ეჯერათ, რომ ეს პროდუქტი გაიყიდებოდა. თავიდანვე ვიზუალით ასეთივე იყო, როგორც დღეს. არა, ვიზუალით ხო, ვიზუალით სულ სხვა დიზაინის იყო. ჩვენ ცოტა ხანში შემოგვაწვიან პროდუქტს და ვაჩვენებთ კიდეც მაყურებელს ვეძებთ. შემდეგ მოხდა მისი რებრენდინგი ძალიან მალევე მოხდა სხვათა შორის და როდესაც დავიწყეთ თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა მაღაზიაში შეტანის დღიდან გაყიდვების მაჩვენებელი იყო საკმაოდ კარგი. და ეტაპ-ეტაპ მერე ესე დაიწყო ჩვენი განვითარება. თუმცა, როგორც წეგა გითხარით, არავის არ ჯეროდა იმისი, რომ პირამიდა გახდებოდა ესეთი მოთხოვნადი და გაყიდვადი. შემდგომში მერე ჩვენ უკვე თავიდან ჩვენ თვითონ დავქონდა სიმართლე გითხრათ, ჩვენი მანქანებით, ჩვენ ვაბარებდით. როგორც ხდება, ჩვენ თვითონ ვახდენით მოლაპარაკებას მარკეტებთან. და უკვე რო გადავიდა მასშტაბურ ხასიათზე, ეხლა მოგეხსენებათ მთელ საქართველოს ჩვენ ვერ მოვარგებდით ფიზიკურად. გადავინაწილეთ როლები, ჩვენ ანუ აქედან დაიწყო ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მატება გაყიდვების. მატება გაყიდვების და როლები გადანაწილდა ჩვენ აღმოჩნდით წარმოებლის როლში და ჩვენ გვყავს სადიდრო კომპანიები, რომელთანაც თანამშრომლობთ, მათ აქვთ ექსკლუზივი ჩვენგან და საქართველოს მასშტაბით ჩვენი პროდუქციის რეალიზებას ახდენენ ისინი. ბატონო მამჩარ, როგორ მიიღო ბავშვმა ეს ყველაფერი? ფიდბექი როგორი იყო? გასაგებია რომ მაღაზიამ რაღაცა ზოგმა ხათრით, ზოგმა ინტერესით დადო ეს პროდუქცია. თავად მყიდველი რამდენად ყოფილია და როგორი იყო პირველი, ესე ვთქვათ, პირველი რეაქციები ბავშვებისგან? კი ბატონო. იცით, ზოგადად ჩვენი პროდუქტი თვითონ დიზაინიც ემოციას იწვევს ბავშვში და ფაქტიც ანუ გულისხმობ შიგნით მოთავსებული სათამაშოები, ის ბავშვი რომელსაც აღმოაჩენს ამ სათამაშოებს, ეს ფაქტიც აბართლებდა, ანუ ემოცია და ფაქტი თანხვედრაში იყო და იმდენად საინტერესო გახდა ბავშვისთვის ჩვენი სათამაშოები, რომ ამან გაზარდა და განაპირობა გაყიდვები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ჩამოგვაქვს ექსკლუზიური სათამაშოები, პირამიდაში აღმოაჩენენ ბავშვები ისეთ სათამაშოებს, რომელსაც სხვაგან ვერ იყიდიან, თუმცა 70-80% სათამაშოების არ არის ექსკლუზიური, ეს საცალოდაც შეუძლიათ იყიდონ ცალკე, თუმცა რაოდენობრივად უფრო მასშტაბურია ჩვენთან. იქ სათამაშოს გარდა კიდევ როგორც წეგან აღნიშნე, იქ შემეცნებითი დატვირთვა აქვს და ამასთანავე წვილეული ძდებს იგივე კევის სახით, კარამელის სახით. ეს არის ესე იგი გოლიათის ეს არის გოლიათი, ხო, ეს დიდი პირამიდებია, ეს არის გოგო, ეს არის ბიჭი. კი ბატონო. და ასევე პატარები, განსხვავება ამათ შორის, ან გოლიათი რას ნიშნავს? უფრო დიდი ასაკის ბავშვისთვის? არა, ასაკის არა, გოლიათი ესე ვთქვათ უფრო მაღალი სეგმენტის სათამაშო, უფრო სიდიდიდაც, უფრო დიდი სათამაშოები და უფრო ძვირადღირებულია, კი. პატარაშიც პატარა ზომის სათამაშოებია შედარებით. აქაც დევს შემეცნებითი კუთხითაც აქაც ვართ, აქ დევს მეფის წებოვანი ქაღალდი და სწორი და არასწორი განმარტება. გადმოვაწოდეთ ერთი ცალი თუ შეიძლება ბატონო მამჩა. აი კამერაში მინდა ვაჩვენო, ეს არის აი ბიჭისთვის, ანუ კი ბატონო. ესე იგი, ხო, აი აწერია ბიჭი, აი ბიჭი შეაღე, ესე ვთქვათ და აი შიგნით ხდება ძალიან საინტერესო ეს ვთქვათ სიურპრიზი ხდება ბავშვს, ხო? და ამავდროულად მე აღმოვაჩინე რომ აქ არის წბილეულიც, ხო? შემთხვევაში გასაბერი ბუშტები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის დანამატი ჩვენი მხრიდან საჩუქარია ჩვენგან, ესე ვთქვათ კომპანიისგან, ჩვენ შეგველოს სულად არ ჩაგვედო სიტყვაზე, იმიტომ რომ ბავშვს აქცენტი აქვს სათამაშოზე, მაგრამ რაღაცა წახალისების მიზნით საჩუქრად გავუკეთეთ ბავშვებს და დანამატის სახით ჩავდეთ კარამელი, ანუ ჩუპაჩუპსი და კევი. თავარი კითხვა, რატომ
უნდა შეიძინოს მშობელმა და ბავშვმა თქვენი პროდუქცია. ბავშვი ალბათ ვერ შეიძენს, საკუთარი ფინანსები არ აქვს, მაგრამ მშობელმა მოდი ასე დავსვათ. ბატონო, არის რამოდენიმე მიზეზი ამისი, თუ რატომ უნდა შეიძინოს მშობელმა და ზოგადად უფროსმა ბავშვისთვის ჩვენი პროდუქტი. პირველი ის, რომ პირამიდაში საკმაოდ საინტერესო სათამაშოები დევს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დევს ექსკლუზიური სათამაშოები, ისეთი სათამაშოები, რომელსაც სხვაგან ვერ შეიძენენ. მეორე ის რომ პირამიდაში არა მარტო პირამიდა არა მარტო გასართობია, არამედ ბავშვის გონებისთვის ბავშვის გონების განვითარებისთვის არის საკმაოდ კარგი პროდუქტი, აქ შემეცნებითი დატვირთვაც აქვს პირამიდას და მესამე ერთ-ერთი ესეც მთავარი კრიტერიუმია ფინანსური კუთხე. ანუ რას გულისხმობ? აი პირობითად გავხსნით თქვენს თვალწინ პირამიდას. აი პირამიდაში არსებული სათამაშო. აი ეს არის პირამიდა გოლიათი. ეს არის შეფუთული, როგორც ეს არის შეფუთული სათამაშო, ეს არის ლეგოს ტიპის სათამაშო, ეს არის გოგოს. მშობელმა, ანუ განსხვავდება გოგოს სათამაშო ბიჭისგან თავისთავად. კი, აქ აწერია, ხო, ეს არის გოგო. ეს სათამაშო მშობელმა ცალკე რო იყიდოს, აი შეფუთულ მდგომარეობაში, ამას თავისი ყუთი მოყვება. ეს მინიმუმ ეს ლეგო, ეს სახეობა მინიმუმ ღირს 10 ლარი. კი ბატონო. ხდებით? ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, მშობელი პირამიდა გოლიათს ყიდის, ჩვენი სარეკომენდაციო ფასი არის 5 ლარი და 20 თეთრი. თუმცა სუპერმარკეტები ალბათ სხვა ფასად სხვა მარჟი აქვს. პირობითად 6 ლარი ვთქვა. მაინც მომგებიან პოზიციაში მშობელი, იმიტომ რომ 6 ლარად ყიდულობს პირამიდას, სადაც დევს 10 ლარიანი სათამაშო, სადაც დევს კარამელი, ჩუპაჩუპსი, დევს კევი და რაც თავარია დევს ჩვენი ეს კიდევ შემეცნებითი დატვირთვაც. ანუ ფინანსურადაც მოგებული რჩება. აი შემეცნებითი მაინტერესებს კიდევ ერთხელ ქართული ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობას. აი სტიკერი ამოვიდა, სწორია შეიძინა, არა სწორია გააკეთე შენაძენი. აჰა. შეიძინა. კი ბატონო. ანუ ბავშვებს ვასწავლით ერთგვარად სწორად მეტყველებასაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს და მე რაღაც ვერ ვიხსენებ, ახლა ვცდილობ გავიხსენო კომპანია, რომელიც აწარმოებს ამდაგვარ პროდუქტს, რომ აი სამწუხაროდ ჩვენ ვართ და საბედნიეროდ ჩვენ ვართ პირველები და ჯერჯერობით ლიდერები ვართ ამ სეგმენტში. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქსელზე. ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ ვერ მოახდენდით, რა თქმა უნდა, მხოლოდ დამფუძნებლები და პარტნიორები ამ ქსელის დაფარვას და პროდუქციის მიტანას ყველგან. და დღეს ყველა რაიონშია შესაძლებელი პირამიდის. კი, საქართველოს მასშტაბით აბსოლუტურად ყველგან ვართ წარდგენილები. ძირითადად ჩვენი პროდუქცია როგორც წეგანა შეიხინება მარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, სუპერმარკეტებში, სურსათის მარკეტებში, ქსელურ მარკეტებში ვართ წარდგენილები, ეს არის სპარი, ნიკორაში ვართ ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით მხოლოდ 50 ობიექტზე შესულები და მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ თლიანად შევიდეთ თლიან ქსელში, ვართ ასევე ფრესკოში, ზღაპარი. ანუ ხელმისაწვდომი არის ესე ვთქვათ თქვენ პროდუქცია. კი. და ჩვეულებრივ ინდივიდუალურ მარკეტებშიც, უბნის მარკეტებში, ფაქტურად 80-90%-ში ვართ შესულები. წეგა როგორც თქვია, ავერსის აპთეკებშიც ვართ, PSP-სთან გვაქვს მოლაპარაკება. მოდი რომ დავასრულოთ ესე ვთქვათ წარსული შეჯამება 2019 წლის ჩათვლით. თუ შეგიძლიათ გითხრათ რომელი წელი იყო აი გახსნის დღიდან 2020-მდე, სად იყო პიკი გაყიდვების მიღწეული? ანუ რომელი პერიოდი შეიძლება გამოვყოთ როგორც ყველაზე თქვენთვის ოქროს ხანა, აი მოკლე პერიოდში? გახსენებთ, აი წლევანდელი წელი სხვათა შორის მინდა გითხრათ, აი პანდემია რო დაიწყო. ანუ 20-20-ზე ვსაუბრობ? დიახ, 20-20-ზე ვსაუბრობ. პანდემია რო დაიწყო, საკმაოდ ისეთ იმაში ჩავარდით, სასოწარკვეთილებაში გვეგოდა რომ გავჩერდებოდით და დაახლოებით ერთკვირიანი პაუზა გქონდა. ჩვენ არ ვიცოდით რას იზავდა ჩვენი პროდუქცია. და აღმოჩნდა რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა, მოგეხსენებათ მაგ პერიოდში განსაკუთრებულად ბავშვები სახლში იყვნენ ჩამჯდარი და გაყიდვება ვერ ვიტყვი რომ რაღაცა მკვეთრად დიდი გაყიდვები იყო, თუმცა მოგვეცა მაინც იმის საშუალება, რომ კომპანიამ განაგრძო მუშაობა და ის რეალური ხარჯები დაგვეფარა, ის ვალდებულებები, რაც გაგვაჩნია საბანკო სექტორში და
იგივე ჩვენი თანამშრომლების მიმართ ვალდებულებები. შესაძლოა ითქვას, რომ თქვენი კომპანია არის ერთ-ერთი გამონაკლისი, როცა პანდემიამ არავნო? კი, თამამად შეგვიძლია ვთქვა. და სექტემბრის თვე იყო ეს გაყიდვებში ერთ-ერთი კარგი თვე, ესე ვთქვათ. ანუ რეალურად სახლში ჯდომა ბავშვების და გამოკეტვა, ესე ვთქვათ, მეტი მოთხოვნა გაიზარდა მოთხოვნა გასართობ პროდუქციაზე. ხო, არა მარტო სახლში ჯდომამაც განაპირობა, უკვე დღე ვითარდება ჩვენი პროდუქცია, დღე ხდება ცნობადი და ფაქტიურად მე ვერ ვიტყვი ხა ყველა ბავშვი, მაგრამ ბავშვების ძირითადი ნაწილი პირამიდაზე აკეთებს არჩევას. და იცნობს პირამიდას. იცნობს, რა თქმა უნდა, იცნობს. ძალიან საინტერესოა თავად როგორ ხდება სათამაშოების შერჩევა. ანუ აქ ჩვენ ახლა თქვენ გახსენით გოგოს პირამიდა და იქ ამოვიდა კონკრეტული სათამაშო. რა ასაკზე არის გათვლილი, ესა თუ ის პირამიდა, თუ არის ეს ასაკობრივად დაყოფილი, სქესი გავიგეთ რომ გაყოფილია ამ შემთხვევაში და მე მინდა აღვნიშნო, ბოდიშტო ბატონო მამჩა, მინდა აღვნიშნო რომ ძალიან სწორია ის რომ სქესი გაყოფილია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბიჭი და გოგო ბავშვები ვერაზროს ვერ თამაშობენ ერთი და იგივე სათამაშოთი. უჭირთ ძალიან, მათი აღქმა არის სხვადასხვაგვარი და ამ შემთხვევაში გოგონას სათამაშო არის უფრო ჭრელი, რაღაცა ფერადი, ბიჭის უფრო ალბათ ბრუტალური შეიძლება ითქვას. აი ასაკობრივი ზღვარი როგორ არის გაწერილი? ასაკობრივი ზღვარი არის 3 წლიდან 10 წლამდე. თუმცა მე მინდა ყავს ბავშვები, რომელიც 14 წლის და 15 წლის ასაკის ბავშვსაც ბავშვი ითქმის 14 წელზეც მოუთხოვია პირამიდა. და ჩვენ გვაქვს აი მოსახის დაკვირვება ნაწარმოები მოსწონს თუ არა ბავშვს ეს სათამაშო. ამ ჩვენ ახლა კი აღვნიშნოთ რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე. მაგრამ აი რეაქციები თავად ბავშვის ის მოლოდინი გამართლებულია? ანუ მეორედ მესამედ უბრუნდება თუ არა კლიენტი თქვენს პროდუქციას? აი წეგალ თქვი, გაღვნიშნე ზუსტად რომ ემოცია და ფაქტით ამკვიდრაშია ბავშვები იმდენად აქტუალებულები არიან ჩვენი სათამაშოებით, რომ ეს პირველად ვინც შეიძენს ჩვენს პროდუქციას, აუცილებლად ბავშვს უჩნდება სურვილი რომ განაგრძოს ჩვენი პროდუქციის ყიდვა. რაც შეეხება სხვათა შორის სათამაშოების შესყიდვას, მინდა გითხრათ რომ ჩვენ გამოყოფილი გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება სათამაშოების, ესე ვთქვათ, შესწავლა, რა არის მსოფლიოში, საქართველოში ყველაზე პოპულარული, იმიტომ რომ დღე იცვლება მოთხოვნა და ცნობადობა, ხო? ეხლა მაგალითად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მე ვერ დავინახეთ მაშინ მაგ პერიოდში ქართულ ბაზარზე ვერ აღმოვაჩინეთ უბრალოდ სათამაშოები და მე ვფიქრობ რომ პირველები ჩვენ ვიყავით, როდესაც ჩამოვიტანეთ პუპსი, ესეთი თოჯინა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მსოფლიო ბაზარზე და პირველები ჩვენ ვიყავით, ვის ჩამოვიტანეთ, სრულიად შემთხვევით წავაწყდით სხვათა შორის თვითონ ქარხანამ შემოგთავაზა და ეხლა სიმართლე გითხრათ ვიზუალურად დიდად არ მოგვეწონა ეს სათამაშო და ვიფიქრეთ რომ ფიზიკურად ვეთქი რას გავს ეს სათამაშო ბავშვს როგორ შეიძლება მოეწონოს თქო მაგრამ მოწონთ თავიდან სხვათა შორის რომ დავიწყეთ ჩვენ წარმოება პირამიდების ჩვენი გემოვნებით ხდებოდა პროდუქციის შეძენა და აბან არ გაამართლა ანუ ყოველთვის ვცდილობთ რომ აი ბავშვის საზომით, ბავშვის გადმოსახედიდან, ბავშვის გემოვნებით შევარჩიოთ ესა თუ ის პროდუქტი. ხდება ბავშვებთანაც კონსულტაციები, ბავშვებსაც ვანახებთ და ვაკვირდებით რამდენად მოსწონთ მათ ესა თუ ის სათამაშოები და ამის მიხედვით მე ვარჩევთ და ვაკეთებ ჩეკვეთებს. ესე იგი, მაინც გამოდის რომ თქვენს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ფსიქოლოგიას და ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნას. კი, და სხვათა შორის ფსიქოლოგებთანაც ჰქონდა ჩვენ არაერთხელ საუბარი, მათ საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნიათ ბავშვების გემოვნებას. ინფორმაციას ბავშვების გემოვნების შესახებ და მათი რეკომენდაციებიც ბევრჯერ გაგვითვალისწინებია სხვათა შორის. ამჯერად რეკლამა მოგვიახლოვდა, მცირე სარეკლამო ჭრა და ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს ბატონი მანუჩარი კოსტუმრად, მანუჩარ ლობჟანიძე, კომპანია ქართული თემას, ბრენდი პირამიდას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ბრიტანული ლეგენდა კრისტალბეტზე. ითამაშე რაც გინდა და აგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს 18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 30 Range Rover-დან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, უდამ ნომერი პირველი.
ეკოვუდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს, ციმბირული ფიჭვის, ლარიქსის, ლისტვენიცის, კოფიტის, მუხის და ტროპიკული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის დიდ არჩევანს. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონური წარმოების ალტაქსის ხის დასამუშავებელი ლაქები, ზეთები და საღებავები. გვესტუმრეთ ახალ მისამართზე, წყალსადენის ქუჩა 21, ტელეფონი 571 20 40 40, 571 20 22 22. ეკოვუდი, ხის მასალების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი ვებგვერდი ecowood.g. ავტოსამრეცხაო გმირთა მოედანზე ფორმულა 1, სწრაფი მომსახურება და მყუდრო კაფე. ყოველი მეშვიდე გარეცხვა უფასოდ. სალონის სრული დეზინფექცია, ქიმწმენდა და ასევე თქვენი ავტომობილის ხარისხიანი შეფუთვა სასურველი ფერის სტიკერით. გელით 24 საათის განმავლობაში გმირთა მოედანზე ესტაკადის ქვეშ ავტოსამრეცხაო ფორმულა 1. ფორმულა 1. თქვენი ავტომობილის კომფორტული რეცხვისთვის. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გადაცემა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, ვინაიდან ჩვენი სპონსორის სურვილით და მსმენელების აქტიურობით სხვათა შორის ჩვენ გადავწყვეტეთ გადაცემა წლის ბოლომდე დაგვეტოვებინა პირდაპირ ეთერში. დიახ, პირდაპირ ეთერში ვართ. კომპანია კასპერსკი არის სპონსორი, ის დაარსა 97 წელს. კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ ამ კომპანიის მისია. კომპანია კასპერსკის ტექნოლოგიით დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ემსახურება 270,000 კორპორატიულ კლიენტს და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. დღეს გავათამაშებთ პრიზ კასპერსკისგან, რა თქმა უნდა, და ეს ოდნავ მოგვიანებით განხორციელდება. მანამდე კი მინდა დაუბრუნდეთ ჩვენ სტუმარს, რომელიც დღეს წარმოადგენს ქართულ ბრენდს, ეს არის პირამიდა, ბევრ შეგხვედრიეთ ალბათ სუპერმარკეტებში, უკვე აფთიაქებში შეიძლება შეგხვდეთ. კომპანიას ქვია ქართული თემა, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მანუჩარ ლობჟანიძე არის დღეს ჩვენი სტუმარი. მე სხვათა შორის ეთერის დაწყებამდე მოვყარი ყური, რომ ბატონ მანუჩარს დაუკავშირდა ერთ-ერთი მომხმარებელი და რაღაც ესე ვთქვათ, მათ შორის იყო საუბარი პრიზთან დაკავშირებით. აი ძალიან მაინტერესებს და საკმაოდ ძვირადღირებული პრიზი იყო, რომ მე რაც ვიცი ახლა მისი ღირებულება იქიდან გამომდინარე. ანუ პირამიდას როგორც ჩანს აქვს რაღაც აქციები, კონკურსები და გამარჯვებულსაც ავლენთ. რა პრინციპით ხდება ეს ყველაფერი და რა კონკურსები ჩატარებულა აქამდე და იგეგმება თუ არა მომავალში სამდაგვარი კონკურსების გაგრძელება? დიახ, ჩვენ პირველი კონკურსი ჩავატარეთ, ახლა ხაც დასრულდა. ფაქტიურად თვის დასაწყისში, ნოემბრის თვეს გულისხმობ. დიახ. უნიკართან ერთად ჰქონდა დაანონსებული. კონკურსი ესეთი სახის იყო, მოკლედ, მომხმარებელს უნდა შეეგროვები და სმურფები, ეს ცნობილი გმირები არიან, სმურფები, დიახ, 16 სმურფი უნდა შეეგროვები და ამ სურს მოყვებოდა უნიკალური კოდი, 16 უნიკალურ კოდთან ერთად და პლუს უნდა ქონოდა 16 უნიკარდის ქულა. ამის შემდგომის გამარჯვებული რეკავდა უნიკარდის კოლ-ცენტრში და გამარჯვებულს გადაეცემოდა პრიზები. პირველ ადგილს გადაეცა Xbox One S, მეორე ადგილს გადაეცა. ეს არის სათამაშო? ხო, აი Sony-ს სათამაშო, Sony PlayStation 4, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე გამარჯვებულს ადგილს გადაეცა Samsung-ის პლანშეტები და დანარჩენ გამარჯვებულებს ბოლო 8-ს თუ 7-ს თუ სწორად მახსოვს, ჰოვერბორდები გადავეცით საჩუქრად. ჰოვერბორდები. დიახ. ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი გააბედნიერეთ ამ კონკურსს. კი, და აქციას აუცილებლად ვაგრძელებთ ძალიან მალე, სულ რამოდენიმე დღეში დავაანონსებთ ახალ გათამაშებას, სადაც დაახლოებით იგივე პრიზები გათამაშდება და პლუს ამას დაემატება ხელნაკეთი ადგილობრივ ბაზარზე დამზადებული ხელნაკეთი კარვები, რომელიც ექსკლუზიურად
პირამიდისთვის იქნება დამზადებული. ეს კაროების ზრდასრული ადამიანისთვის? არა, ბავშვებისთვის. კაროები საკმაოდ პოპულარულია ბავშვებში და გადავწყვიტეთ რომ კაროებიც გაგვეთამაშებინა. ძალიან საინტერესოა. ესე იგი კონკურსმა გაამართლა, პრიზები გადაცემულია, გამარჯვებულები გამოვლენილია და ეს კონკურსი როგორც ჩანს მიიღებს ძალიან ესე თქო სისტემატურ მასშტაბურ ხასიათს. კი და იქნება სულმოდვივად. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ მამჩარ დაუბრუნდეთ კომპანიის ესე ვთქვათ 2020 წლის გამოწვევებს და თქვენ აღნიშნეთ რომ ფაქტურად ზრდა იყო გაყიდვების ამ შემთხვევაში, მაგრამ რამდენად ადვილი იყო შეზღუდვების პირობებში და ზოგადად აი აკრძალვების დისტანციის და ასე შემდეგ პროდუქციის მიწოდება ან თქვენ დისტრიბუცია რამდენად გამართულად მუშაობდა პანდემიის დაწყების დროს განსაკუთრებით, როცა მოულოდნელად დაგვეცა მეხივით თავს ეს ყველას და ფაქტიურად შეიძლება მომზადებულიც კი არ იყავით. იყო თუ არა შემუშავებული რაღაცა დისტანციური ურთიერთობები კლიენტებთან, არ ვიცი, ანგარიშის სწორება და ასე შემდეგ. ანუ რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში, კომპანიის ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ შეიტანა ცვლილებები პანდემიის გამძვინვარებამ საქართველოში? რა თქმა უნდა შეიტანა ჩვენ მოგვიწია აბსოლუტურად შეცვლა ბევრი რაღაცის იგივე კანონის პარაგლებში, ჩავჯექით იმ სტანდარტებში, რასაც კანონი გთხოვდა, იგივე დისტანციის დაცვას, დეზობარიერები, პირბადეები, შიდა კონტროლი თანამშრომლობის უზრუნველყავით ასევე ტრანსპორტირებით. რაც შეეხება გაყიდვებს, ჩვენ როგორც წეგარ გითხარით, გაყიდვებს ჩვენ არ ვაწარმოებთ, ჩვენ ვართ მწარმოებლები, ჩვენ ყავს დილერები, ისინი მოდიან დღემდე ჩვენთან, რა თქმა უნდა. მათ გააქვთ რეალიზებას პროდუქციის ისინი ახდენდნენ მაღაზიებში, მაგრამ ჩვენ თითოეულ ჩვენ დილერს მათ არ აქვთ მხოლოდ ჩვენი პროდუქცია, სხვა პროდუქციაც აქვს, სხვადასხვა პროდუქცია აქვს, მათ შორის საკვები პროდუქტი აქვს და მასთან ერთად ახდენენ ჩვენი პროდუქციის რეალიზებას. რამდენად სასარგებლო ბიზნესისთვის დილერით რეალიზება ამაზე მინდა გკითხოთ. ანუ აქ გარკვეული პროცენტი მიდის რა თქმა უნდა დილერის ჯიბეში, ხო? ესე გამოდის. ანუ ბევრად უფრო მეტი დარჩებოდა კომპანიას თავად რომ ახორციელებდეს დისტრიბუციას, როგორ არის? აი ამაშიც რომ ჩაგვახედოთ ბიზნესის საერთოდ რა თქმა უნდა, როდესაც მწარმოებელი ხარ და შენ თვითონ უკეთებ შენ პროდუქციას რეალიზებას და შენი სადისტრიბუციო კომპანია გაქვს ბევრად უფრო რენტაბელური და მომგებიანია მწარმოებლისთვის, მაგრამ ჩვენ აღმოჩნდით ესეთ სიტუაციაში თავიდან, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ დისტრიბუციას ჩვენს გაგვეკეთებინა, ფაქტიურად აღმოჩნდით ესეთ სიტუაციაში, რომ ვერც ერთ საქმეს ხარისხიანად ვერ ვაკეთებდით. იმიტომ რომ წარმოებისთვის იყო მისახედი ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება საბავშვო თემატიკა. თან არის საბავშვო თემატიკა და ყველა ნიუანსი არის აი ზედმიწევდით ყველაფერს ჩვენ თვითონ ჩვენ ხელში გადის ყველაფერი ჩვენ თვითონ ვამოწევთ ბევრ რაღაცას შეიძლება იქ თანმეპიროვნულადაც ისეთი პედანტი ვარო და აი ყველაფერში ჩართული უნდა ვიყო, ყველაფერი უნდა გადავამოწმო და ამას ყველაფერს მოვცდი და ამან ძალიან დიდი დისკომფორტი შემიგვდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეეხება დისტრიბუციას და გაყიდვებს, ასე ვთქვათ, მოგვეშორებინა და სხვისთვის მიგვეცა. თუმცა გამოცდილი ადამიანებისთვის და გამოცდილი კომპანიებისთვის, მაგრამ თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით ჯობია, რომ ჯობდა რომ ჩვენ გაგვეკეთებინა რეალიზება პროდუქციის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ესე უფრო ჯობია. ძალიან კარგი. რაც შეეხება ფასთ წარმოქმნას, თქვენ აღნიშნეთ რომ მოდი სარეკომენდაციო ფასები დავასახელოთ, იმიტომ რომ ეს არ იქნება ცუდი, ესე იგი დიდი პირამიდას გოლიათი რა ღირს სარეკომენდაციო ფასი რა? ჩვენი სარეკომენდაციო ფასი არის, ანუ მარკეტებში უნდა გაიყიდოს 5 ლარი და 20 თეთრი პირამიდა გოლიათი. პატარა უნდა გაიყიდოს 2 ლარი და 80 თეთრი. არ აქვს მნიშვნელობა გოგო თუ ბიჭი. არ აქვს, რა თქმა უნდა. თუმცა სამწუხაროდ პირამიდა გოლიათის ფასი 6 ლარამდე ადის ხშირ შემთხვევაში და პატარის ადის 3 ლარამდე. მე ვნახე ჩვენთან არის უკვე სტუდიაში წარმოდგენილი ესე დიდი ყუთი, რომელშიც არის გოლიათის ყუთი და ეს 5 ცალი დევს თუ არ ვცდები. გოლიათში დევს 7 ცალი. 7 ცალი.
7-ვე განსხვავებულია, ხომ? კი, რა ერთ თქმა ხუთში, უნდა. ესე ვთქვათ. კი, არ მეორდება, ყველა არ სხვადასხვა სახის სათამაშოები დევს. სხვადასხვა შიგთავსი, სხვადასხვა ინფორმაცია და სხვადასხვა სტიკერები დაუშვათ, თუ კი ასეთია. კი ბატონო, ესე იგი, მთლიანი ყუთი შეძენა თუ არის შესაძლებელი მაღაზიებში? რა თქმა უნდა, მთლიან ყუთს შეიძლება, მთლიან ყუთს, დიახ. აი, მაგალითად, პირამიდა გოლიაც თუ მთლიან ყუთს შეიძეს მომხმარებელი, მთლიანი ყუთიდან ამოვა საქართველოს რუკა. მთლიანად. კი, მთლიანად. ანუ ეს 7 ნაწილად არის დაყოფილი რუკა. სხვა შორის ზალს მოვიკითხავ სულაკალურს, ჩვენი ლოგოს ავტორს და მადლობა იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ალამაზებს ბავშვებისთვის. ნამდვილად დიდი ნიჭიერი მადლობა. ადამიანია ნამდვილად. კარგი, კი ბატონო, მცირე გადახვევა ბატონო მანუჩარ, ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, ჩვენც არ ტოვებთ უსაჩუქროთ ჩვენს სვენელს და გავათამაშებთ ახლა პრიზს ძალიან სწრაფად, ძალიან მარტივი კითხვით. ტელეფონის ნომერი 2381890, ვისაც არ მიუღია ამ გადაცემაში ჯერ მონაწილეობა, მხოლოდ მათ აქვთ უფლება დარეკონ და საშუალება მოიგონ პრიზი. კითხვა ასეთია, რა თქმა უნდა კომპანია კასპერსკს შეეხება ეს კითხვა, ჩვენ სპონსორს, რას იყენებენ კიბერთაღლითების სახიფათო შინაარსის ინფორმაციის მისაწოდებლად? გავიმეორებ კითხვას, რას იყენებენ კიბერთაღლითების სახიფათო შინაარსის ინფორმაციის მისაწოდებლად? პირველი სავარაუდო პასუხი თქვენს მეზობლებს, მეორე თქვენს თანამშრომლებს, მესამე სავარაუდო პასუხი ელექტრონულ პოსტას და მეოთხე ელექტროგადამცემ ხაზებს. მარტივი პასუხი აქვს მე მგონი და მსვენელს ექნება ამ კითხვაზე პასუხი. დღეს ესეთი მოულოდნელად ვაანონსებდით გადაცემას, მაგრამ მაინც შეიძლება მსვენელი გადაჩეული იყოს, ვინაიდან პაუზა იყო გადაცემაში, 2 გადაცემის პაუზა. თუმცა ზარი შემოდი სტუდიაში, მოდი გავიმეორებ ჯერ კითხვას, რომ მსვენელმაც კარგად გაიგოს. რას იყენებენ კიბერთაღლითების სახიფათო შინაარსის ინფორმაციის მისაწოდებლად? თქვენს მეზობლებს, თანამშრომლებს, ელექტრონულ პოსტას თუ ელექტროგადამცემ ხაზებს. რა თამაშდება მეგობრებო? ეს არის არც თუ ისე უინტერესო, პირიქით ძალიან საჭირო ნივთი, განსაკუთრებით თვითიზოლაციის დროს, წონის კონტროლისთვის ელექტროსასწორი. ის ახლა კადრში ჩანს, გამარჯვებულს გადაეცემა სწორედ ეს სასწორი და ასევე გვაქვს სანუგეშო პრიზი, თუ კი თქვენ ვერ გაგცემთ სწორად პასუხს, ეს არის აუდიო კაბელი, რომელიც გამოგადგებათ სასურველი სასიამოვნო მუსიკის მოსასმენად. მაშასე ველი პასუხს მსვენელი ხაზზეა, გამარჯობა. სამწუხაროდ გაითიშა. 2381890, რა ხერხით ცდილობენ კიბერთაღლითები თქვენთვის ვირუსის გამოგზავნას? მეზობლის მეშვეობით, თანამშრომლის, ელექტრონული პოსტის და ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. მარტივი კითხვა, მარტივი პასუხი და სასწორი თქვენია. ან თუ სწორ პასუხს ვერ გამცემთ, ყოველ შემთხვევაში საჩუქრის გარეშე არ დარჩებით. ეს არის აუდიო კაბელი, რომელიც ყველა იმ ადამიანს, ვისაც მუსიკა უყვარს, კარგად ეცნობა და შეიძლება მისთვის საჭიროც კი არის, აუცილებელიც კი. სანამ სვენელი დაგვირეკავს, თუმცა ის არის შემოვიდა. მოგესალმებით. არა. ისე ვითიშება. 2381890, მე შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი არის კომპანია ქართული თემა, ბრენდი პირამიდა, ეს არის აი ასეთი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია, ძალიან საინტერესო, ძალიან ესე ვთქვათ ინტელექტუალური, მოდი ასე ვიტყვით ამამად. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ აი ქართული დროშა არის და დატანილი ჩვენს პირამიდაზე, ყველა პირამიდაზე, ესეც მისასალმებელია, მაინც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, როგორც ქართული რადიოსთვის. ამ ბრენდი პირამიდას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი მანუჩარ ლობჟანიძეა დღეს ჩვენი სტუმარი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ექსკურსი შემოგთავაზა ამ ბიზნესთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვისაუბრია ბატონ მანუჩარ ინვესტიციებზე, მე არ მინდა კონკრეტულ თანხებზე ვისაუბროთ, მოდი სანამ ამ კითხვას დავსვამ, სვენელს გავისაუბრები. გესმით ჩემი ხმა? ალო. დიახ, გესმით ჩემი ხმა? დიახ. სახელი გითხარით თქვენი? გიორგი. გიორგი, ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა ჯერ ჩვენს გადაცემაში? არა. ძალიან კარგი, მაშინ გვაქვს უფლება მივიღოთ. აბა როგორ ავრცელებენ კიბერთაღლითები ვირუსებს, რომელი ხერხით თქვენი აზრით? გონი ელექტრონული პოსტი. დარწმუნებული უნდა იყოთ. ელექტრონული პოსტი. ელექტრონული პოსტით. რამდენ კილოგრამს იწონით, გიორგი? 80. ესე იგი სასწორი თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ საახლობლოში გამოგადგებოთ. აში ეს აპლოდისმენტები თქვენ, გილოცავთ, სასწორი თქვენია. დაგვეძლება ეთერს გარეთ და ჩვენ აუცილებლად აგიხსნით სად და როგორ მიიღოთ კუთვნილი პრიზი. მადლობა მონაწილეობისთვის, გიორგი. მადლობა.
წარმატებებს გისურვებთ. დავუბრუნდები ბატონ მანუჩარს ინვესტიციებზე მე არ მინდა ახლა კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა როდის მოითხოვა კომპანიამ ინვესტიციების გაზრდა. ანუ რა ეტაპზე იყო საჭირო თქვენგან მეტი და მეტი სახსრების ჩადება და გახდა თუ არა საჭირო მიგემართათ თავშეთ საბანკო სექტორისთვის თუ საკუთარი ძალებით შეძელით ამ ყველაფრის ორგანიზება. თავიდან დავიწყეთ საკუთარი ძალებით განვითარება, ესე ვთქვათ, მაგრამ როგორც წეგან აღნიშნე, ძალიან მალე განვითარდა მოვლენები, ძალიან მალე გახდა პროდუქტი მოთხოვნადი, ბრუნვის ზრდამაც დაიწყო და უკვე ჩვენი რესურსი, ესე ვთქვათ, ამოიწურა და მივმართეთ საბანკო სექტორს. საერთაშორისო მინდა აღნიშნო, რომ ხა რეკლამაში გამომივა თუ არა, მაგრამ უნდა აღნიშნო აუცილებლად TBC ბანკმა თავის დროზე უგირავნო სესხი მოგცა და საკმაოდ დიდი ხარდაჭერა იყო. ასეთი რამეც ხდება თურმე. კი, ნუ ბრუდვიდან გამომდინარე, ისტორიიდან გამომდინარე, ეს ამიტომაც ბევრი ფაქტორია აქვს მნიშვნელოვანი, კი ბატონო. და შემდეგ უკვე ასევე მინდა ვთქვა, არ მინდა გამორჩეს, იმიტომ რომ ჩვენ მათი კლიენტები ვართ, ეხლა ეს არსებული საწარმოო, რომელშიც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით, ეს კომპანიის საკუთრება, რომელიც დაახლოებით 600 კვადრატია. საკმაოდ დიდი ფაქტორია. კი, და ჩვენ ტერაბანკი დაგვიდგა ხარში სხვათა შორის და ტერაბანკის მეშვეობით შევძელით ამ ფართის საწარმოს შეძენა და გამართვა. ეს სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ 20-მდე თანამშრომელი გვყავს. კიდევ ვაპირებთ, როგორც ეხლა ვთქვი, ახალი პროდუქციის გამოშვებას და ისევ ახალი სამუშაო ადგილები გამოჩნდება. სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი იდეა და მიზანი მარტო ის არ იყო, რომ ბიზნესი დაგვეწყო, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაცა საკუთარი ბედნიერების და ფინანსური კეთილდღეობა ამ კუთხით მარტო არასოდეს არც გვიფიქრია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები დავასაქმოთ და მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება ამ ქვეყანაში, ეს ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის მომგებიანია და უფრო განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, კარგია. კიდევ ერთი და დღეისთვის ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან, იმიტომ რომ ძალიან საკმაოდ საინტერესო ამომწურავი საუბარი გქონდა, მაგრამ როგორც დამფუძნებელს ისე გკითხავთ ამ შემთხვევაში, ყოველგვარი, ესე ვთქვათ, ბიზნეს გეგმების გარეშე. სურვილი, თქვენი სურვილი. სად ხედავთ პირამიდას 3-4 წელიწადში, მომავალში როგორ ხედავთ თქვენს საემშვილოვილ კომპანიას, რომელიც აი ესე ამაყად მიდის ძალიან მოკლე ხანში, საკმაოდ დიდი წარმატებებით. თქვენი წარმოდგენაში როგორია პირამიდა მომავალში? ჩვენ წარმოდგენაში ჩვენი წარმოდგენა ესეთია, რომ პირამიდა პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ლიდერები ვიქნებით მომავალშიც. ამბიცია კარგია. ამბიცია კარგია, რა თქმა უნდა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სატესტოდ ამერიკაში გავაგზავნეთ რაღაცა მცირე რაოდენობა პირამიდების. და იქ იყიდება ქართულ დიასპორაზე და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია გაყიდვების და ვფიქრობთ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩვენ მქონდა ლიტვასთან მოლაპარაკება ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში, სადაც დაინტერესდნენ ჩვენი პროდუქტით. ანუ საზღვარგარეთ გასვლა. კი. ანუ ჩვენ ვაპირებთ ექსპორტზე გატანას ჩვენი პროდუქციის სამოვალოდ. თუმცა იქნება ესეთი პოლიტიკა, თემატიკა იქნება, თქვათ, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩავა ჩვენი პროდუქცია, იქნება იქაური თემატიკა. სიტყვაზე ლიტვაში იქნება ლიტვის ისტორია, იქაური რუკა, იქაური მეფეები, ну სათამაშოები თავისთავად ჩვენი სათამაშო. ანუ ეს არ იქნება გათვლილი ემიგრაციაზე, უფრო იქნება ადგილობრივ მოსახლეობაზე გათვლილი. თუმცა ემიგრაციაზე შეიძლება ქართული წავიღოთ, ესე ვთქვათ, ექსპორტი მოახდინოს. ემიგრაციას რაც შეეხება, ჩვენ იმიტომ მოგვივიდა ეგ აზრად, ერთხელ დაგვიკავშირდა ესპანეთიდან ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც თქვა, რომ მე მაქვს კომპანია, რომელიც ყიდის ქართულ პროდუქტს, ანუ საქართველოსდან მიქონდა სხვა პროდუქცია, პროდუქტები და ყიდი და ესპანეთში.
და არისო მოთხოვნა ქართული ბავშვები ითხოვენო პირამიდებსო ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა და არ ვიცი მე რა მოხდა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია თვითონ კომპანია ვერ განვითარდა და დაახლოებით 3-ჯერ წაიღეს ჩვენთან რაღაცა რაოდენობა და მას მე არ დავკავშირებიან და ეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერი რა თქმა უნდა განთავსებული იქნება ჩვენს Facebook გვერდზე და ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად გვისმენ ემიგრანტები ვისაც კი გაქვთ სურვილი მე არ მინდა რეკლამაში ჩამოთვალოს მაგრამ ქართული წარმოების ექსპორტი გულისხმობს სათამაშოების ექსპორტსაც ამიტომ ასეთი პრეცედენტი არის და ამის განხორციელება არც ისე რთულია რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს ეს გახლავთ ბრენდი პირამიდა კომპანია ქართული თემა მისი დამფუძნებელი მამჩარ ლობჟანიძე იყო დღეს ჩვენი სტუმარი მამჩარ დიდი მადლობა რომ მობრძანდით დიდი მადლობა ამ ექსკურსიისთვის მე მინდა წარმატებები ვუსურვო ქართულ საქმეს რომელსაც ქართული დროშა არ ტყია აგერ ჩანს კიდეც კამერაში საქმეს რომელიც ბავშვების გართობას და ასე ვთქვათ განათლებას უწყობს ხელს რაღაც დოზით მაინც და ეს ძალიან მისასალმებელია და საქმეს რომელიც სულ 3 წელია ბაზარზე არსებობს მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი პირამიდისეული წარმატება აქვს წარმატებები თქვენ მომავალში და იმედი მაქვს არაერთხელ შევხვდებით საინტერესო თემებზე სასაუბროთ თქვენი ბიზნესიდან გამომდინარე გაიხარეთ წარმატებები თქვენ მე გემშვიდობით მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე რა თქმა უნდა შემდეგ გადაცემაში ეს არის ორშაბათი 15 საათი ტრადიციული დრო შეგახსენებთ ახალ წლამდე ეს გადაცემები იქნება პირდაპირ ეთერში და ჩვენ არაერთ საინტერესო ბიზნესს შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში მადლობა ყურადღებისთვის ეთერს ბეგი უძღვება და მომავალ შეხვედრამდე ჩვენებურება კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენებურზე კასპერსკი გააქტიური მომავალი